მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კვირა გვაქვს, დატვირთული სხვადასხვა ტიპის აქტივობით და სიახლეებით, მათ შორის სტატისტიკური მაჩვენებლებით, რომლებიც გვექნება ჩვენ მიმდინარე კვირის განმავლობაში და კვირის შუაში ჩვენ ნახავთ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, ამ კუთხით საინტერესოა წლის დასაწყისი კიდევ ერთხელ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად საქართველოს ექნება მიმდინარე წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა. ცხადია ამ ნაწილს ამ მიმართულებით ჩვენ შემდგომ გადაცემაში პარასკევს დეტალურად და აქტიურად შევაჯამებთ და მივადენებთ თვალს ამ შემთხვევაში. თუმცა ეკონომიკური ზრდის პარალელურად ყოველთვის მნიშვნელოვანი ნაწილია გარემოს დაცვაზე ზრუნვა და აქტივობები, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით ხორციელდება. საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების წარმოებელთა გაერთიანება MVO Georgia Plus-ი ნარჩენების მართვის თემაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დასრულდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტის პლასტიკის ნარჩენების პრევენცია წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი პლასტიკის ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად. რეგიონული პროექტი საქართველოს გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბაზელის კონვენციის სამდივნოსთან ერთად. ეროვნულ დონეზე პროექტის განმახორციელებელი საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების წარმოებელთა გაერთიანება MVO Georgia Plus-ია. პროექტი ბაზელის კონვენციის ფარგლებში დაარსებული სპეციალური დახმარების ფონდის მიერ დაფინანსდა, რომელიც მხარს უჭერს კონკრეტული გარემოს დაცვის პროექტების განხორციელებას როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში. კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-სა და MVO Georgia Plus-ის ინიციატივით თბილისში მყარი ნარჩენების მორფოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელიც ზემოთ ნახსენები რეგიონული პროექტის პრაქტიკული გაგრძელებაა. ეს კვლევა გვაძლევს იმ ზუსტ მონაცემებს, რომელიც საიმედო წინაპირობაა ქვეყანაში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მიზნით სათანადო ინვესტიციების მოზიდვისა და გადამამუშავების სექტორის განვითარებისათვის. ნარჩენების შემადგენლობა და რეციკლირების შესაძლებლობები საქართველოში ქალაქ თბილისის მაგალითზე. ამ სახელწოდების კვლევის შედეგი ფაქტორი თბილისში სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს, სადაც ისაუბრეს პლასტიკის ნარჩენების მართვის გამოწვევებზე. სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia და საქართველოს შესაფუთი მასალების ნარჩენების წარმოებელთა გაერთიანება Georgia Plus-ი იყო. მასშტაბური კვლევა პროექტის საერთაშორისო პარტნიორობით საინვესტიციო ბანკ DG Impulse-თან თანამშრომლობით ხორციელდება. კვლევის ფარგლებში თბილისში შერჩეული რაიონებიდან 4 ტონამდე მყარი მუნიციპალური ნარჩენი შეგროვდა და მათი მორფოლოგიური კვლევა განხორციელდა შესაბამისად თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. კვლევის მიზანია დადგინდეს პლასტიკის წილი საერთო ნარჩენების ნაკადში, მისი სტრუქტურა და გადამუშავების პოტენციალი მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია უკვე პროგნოზირება. წარმოქმნილი პლასტიკის ნარჩენების მასის მომავალი 10 წლის განმავლობაში და რა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები იქნება საჭირო სრულფასოვანი შეგროვებისა და გადამუშავების სისტემის შექმნისათვის. კვლევა ასევე ითვალისწინებს წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპით პლასტმასის 100%-იანი შეგროვების შესაძლებლობის შეფასებას. ამ კონტექსტში განისაზღვრება ეგრეთ წოდებული ბოთლკლაპი აპარატების საჭირო რაოდენობა საქართველოს მასშტაბით და მომზადდება PET გადამამუშავებელი საწარმოების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. პროექტი ასევე მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო ბაზას და შეაფასებს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტურობას. საქართველოს გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებისა და კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-სა და Georgia Plus-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით ქვეყანას ეძლევა საშუალება განისაზღვროს საჭირო ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხარჯთეფექტური სქემების დანერგვას, რაც გულისხმობს პლასტიკის ნარჩენების სრულ ამოღებას გარემოდან, მათ რეციკლირებას და ისევ საწარმოო პროცესში დაბრუნებას. გაკეთდა ახლა რეგიონული პროექტი, რომლის პრეზენტაცია დღეს სამინისტრომ წარადგინა Georgia Plus-თან ერთად. ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ წარმოების გაფართოებული ვალდებულება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სქემა არის, საშუალება, ინსტრუმენტი, პოლიტიკა თუ გნება დავარქვათ, რომ გარემოდან იქნეს ამოღებული რაც შეიძლება მეტი ნარჩენი, რაც შეიძლება გადამუშავებული იყოს ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით, რომ არ ავნოს არც საზოგადოებას, არც ჩვენს ბუნებას
ზიანი ნაკლებით მივაყენოთ და ამით მოვიგებთ უყველა რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა დღევანდელი შეხვედრა, კონკრეტულად პლასტიკის დაბინძურების პრევენციის საკითხს, არსებულ მდგომარეობას, სიტუაციის ანალიზს, რეკომენდაციებს. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ერთის მხრივ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და კერძო სექტორის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებიც, სადაც მოხდა ინფორმაციის გაცვლა, სამინისტროს წარმომადგენლებმა გააზიარეს ინფორმაცია იმ პოლიტიკის შესახებ, რასაც ახორციელებს გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნარჩენების მართვის კუთხით. თანდათანობით უნდა გაძლიერდეს კერძო სექტორის როლი ნარჩენების მართვის საკითხებში. ეს ზუსტად ეხმიანება იმ თემას, რაც დღეს იყო განხილული. თბილისი უკვე ემზადება და დაწყებულია შესაბამისი ქარხნის მშენებლობა, სადაც მოხდება ეს. გარდა ამისა, ეწყობა ასევე ნაჟური წყლების, ასე ვთქვათ, ემისიების თავიდან აცილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ფიქრობთ ის გარემოს დაცვითი ვალდებულებებია, რომლებიც აუცილებელია, რომ თბილისის მოსახლეობისთვის შევქმნათ სასურველი გარემო. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. თლიანობაში კიდევ ერთხელ როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, გარემოს დაცვის ასპექტები აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს კონკრეტული მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს კერძო საჯარო თანამშრომლობის ძალიან კარგ კომბინაციას, ძალიან კარგ სარგებლობას და კიდევ ერთხელ თემა სენსიტიურია და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდეს. ახლა რაც შეეხება შემდგომ თემას, პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ბატონი ლევან კარანაძე, საქაირო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ვისაუბრებთ დღეს საქაირო ნავიგაციაზე. თავისთავად ცხადია, თუმცა არ შემიძლია ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი არ აღვნიშნო და ჩვენი ეთერით ექსკლუზიურად მინდა რომ მოგილოცოთ. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნეს, სწორედ ელჩის სტატუსი მინდა მოგილოცოთ ამ შემთხვევაში, იკაოს ელჩის და პირველ რიგში რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? ვიცი რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინების საფუძველზე დაინიშნეს ამ ნაწილში და თუ შეიძლება პირველ რიგში ამ თემაზე ვისაუბროთ. მადლობა გიორგი, მივესალმებ მაყურებელს. ეს არის ძალიან დიდი აღიარება, დიდი პატივია ჩვენთვის, პირადად ჩემთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვიტყოდი, ზოგადად იკაოზე რახან ვახსენეთ, ეს არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც არეგულირებს ავიაციას უკვე 1954 წლიდან 80 წელზე მეტია, ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია არის ამ სფეროში ავიაციაში. გასულ წელს ინიციატივა ჰქონდა გაეროს, უბრალოდ იკაოს გენდივანს, რომ ახალი სტრატეგია შეემუშავებინა. სტრატეგიის ფარგლებში არის გლობალური სწრაფვა, ასპირაციული მიზანი, ეგრეთ წოდებული, რომ 2050 წლისთვის ავიაცია, საჰაერო ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ქვეყნისთვის, ყველა მოქალაქისთვის, ნულოვანი ფატალობით, ანუ საავიაციო შემთხვევებით გამოწვეული რისკი უნდა იყოს ნული, უსაფრთხო ავიაცია და ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, თქვენ წინ გარემოსდაცვაზე საუბრობდით, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ასევე ნულოვანი ზეგავლენად, ნეგატიური ზეგავლენით გარემოზე, ეს ესეთი ასპირაციული მაღალი დონის მიზანი არის და ამ მიზნის მისაღწევად სტრატეგიული გეგმა არის შემუშავებული. წლევანდელი წლიდან დაიწყო ელჩების გლობალური პროგრამა, ეს არის პირველი საინაუგურაციო. ჯერჯერობით რამოდენიმე ელჩი იქნა შერჩეული რამოდენიმე ქვეყნის. აი ამ იკაოს წევრი არის 193 ქვეყანა. ამ 193 ქვეყნიდან 17 ქვეყნის 24 ელჩი იქნა შერჩეული, სხვადასხვა კრიტერიუმები იყო დასაკმაყოფილებელი. როგორც ვქვეთ, ბრძანეთ ეკონომიკის აი მაყურებელს რომ განუმარტოთ აი ეს ელჩობის ბენეფიტი, დამატებით სარგებელი საქართველოს, გარდა იმისა, რომ უკვე სტატუსი ხა ამ ხელა რაოდენობიდან. დიახ, ელჩობის თვითონ პროგრამის მიზანი რა არის, რომ მოვახდინოთ ავიაციის პოპულარიზაცია ფართო მასებში და გარდა ამისა, რაც მთავარი არის, მოვიზიდოთ ახალი თაობა, ახალი ნაკადები, ახალგაზრდები დავაინტერესოთ ავიაციით, ეს ძალიან გვჭირდება საქართველოში. არა მხოლოდ საქართველოში, აი იკაომ კვლევა ჩაატარა და 2050 წლისთვის თუ დღევანდელი მდგომარეობით 4 მილიარდ ნახევარი მგზავრი არის წლიური ოდენობით. ანუ ეხლა სარგებლობს, ასე ვთქვათ, ავიაციით 4 მილიარდ ნახევარი მგზავრი. დიახ, წლიურად. 2050 წლისთვის მოსალოდნელია დაახლოებით 300%-იანი ზრდა და იქნება 12 მილიარდზე მეტი მგზავრი. შესაბამისად ამას ჭირდება საჭირო ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, მაგრამ რაც მთავარი არის ადამიანური რესურსი, ადამიანი დარჩება, მიუხედავ ტექნოლოგიის განვითარებისა, AI-ის და ასე შემდეგ სხვადასხვა კომპონენტის შემოსვლისა, ადამიანი დარჩება სისტემის მთავარი კომპონენტი და მთავარი ღერძი.
ჩვენ სადღაც 12 მილიარდ მგზავრზე ვსაუბრობთ დაახლოებით ან გლობალურად 2050 წლისთვის ცხადია. აი კვლევის თანახმად 2037 წლისთვის ახალი დამატებითი ფრინავების და ინჟინრების და მეთვალყურების საჭიროება და გეტყვით ციფრებს. AI პილოტი რობოტი პილოტი არ განიხილება. რობოტი პილოტი ჯერჯერობით არ განიხილება, კი სხვადასხვა დემო ვერსიები არის, მაგრამ როგორც იტყვანაც განჭვრეტად მომავალში ესეთი რამე ჯერჯერობით არ განიხილება, ანუ ადამიანი იქნება სისტემის ძირითადი კომპონენტი და ღერძი, ხერხემალი დარჩება ადამიანი. დანაკლისი, მაგრამ დეფიციტი 660,000-ზე მეტი ინჟინერი და ტექნიკური პერსონალი დაჭირდება 2037 წლისთვის დარგს. 550,000 მფრინავი. 110,000 საჰაერო მოძრაობის მეთვალყური. ანუ ძალიან მოთხოვნადი პროფესია. ეს გლობალურად ასე ვთქვათ, ეს დეფიციტი პირველად ალბათ გადმოითარგმნება საქართველოს ნაცვლად. თავისთავად გადმოითარგმნება საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენთანაც იცით თქვენ კარგად გიორგი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ავიაცია ვითარდება, ციფრები არის ძალიან შთამბეჭდავი, ზრდა გვაქვს სერიოზული. დიდი მგზავრთნაკადი არის, ინფრასტრუქტურული პროექტები მაღალია და თავისთავად საქართველოსშიც გადმოითარგმნება, ვინაიდან ზრდას განაპირობებს, ანუ ზრდისთვის საჭირო არის მიწოდებაც, რა თქმა უნდა, მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ და მიწოდების საჭიროა ახალგაზრდა რესურსების მომზადება და აი დაინტერესება თუ ჩანს ახალგაზრდების მხრიდან, ეხლა მე ვიცი რომ აგერ თქვენ დღე-დღეზე მათ შორის ავიაციო უნივერსიტეტში საჯარო ლექციაც გიწევთ, ანუ ამ პროცესსაც ამ ელჩობის ერთ-ერთი ბენეფიტიც ეგ არის და ერთ-ერთი მიზანიც რომ გამოსტილი კადრები თქვათ, როგორც მე ვარზაც გამოსტილების მქონე ავიატორები შევეცადოთ, რომ ახალი თაობა დავაინტერესოთ. ინტერესი არის, იცით თქვენ თბილისში არსებობს ავიაციური უნივერსიტეტი, მაგრამ გარდა ამისა, მხოლოდ საავიაციო პროფესიების გარდა ავიაცია ზოგადად ძალიან საინტერესო სფერო არის და ბევრ პროფესიას აძლევს საშუალებას, რომ თავისი პროფესიული კარიერა იქ იპოვონ და განავითარონ. ჩვენ გვყავს არ ვიცი კარტოგრაფები, გეოდეზისტები, ორნიტოლოგებიც კი, იმიტომ რომ ავიაცია კომპლექსური სფერო არის და ძალიან ბევრი პროფესია არის საჭირო, კი. ლევან, ციფრები ვახსენეთ და აუცილებლად მინდა რომ ამ ნაწილში შევიდეთ. როგორი გვაქვს დღეს იგივე ხო, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახლა იგივე კადრების მოსდოვის, კადრები გვინდა რომ ემსახურებოდეს გარკვეული ტიპის სივრცეს, ხო? მათ შორის აქ მგზავრთნაკადი ერთია, ბუნებრივია, საჰაერო, ანუ გადაფრენა, სატრანზიტო ზონად საქართველოს გამოყენება. ჯამში როგორი გვაქვს ციფრები საქართველოს ავიაციაში? ციფრები არის თუ საჰაერო მიმოსვლას გულისხმობთ და ამ კუთხის სტატისტიკას, აი იანვრის მონაცემები უკვე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოაქვეყნა ამ რამდენიმე ხნის წინ და საამაყო და კარგია საგულისხმო, რომ წელსაც იანვარში ზრდა ფიქსირდება, 16%-იანი ზრდა იყო დაახლოებით როგორც მგზავრთნაკადზე, ასევე ტვირთბრუნვა არის გაზრდილი არის თვითონ რეისების რაოდენობა. ჩვენაც მოლოდინი გვაქვს წელს ზრდა უნდა იყოს ასევე შთამბეჭდავი, კარგი, ისევ როგორც გასულ წელს ჰქონდა. გასული წლის ციფრები გიორგი ყო ყველა მიმართულებით რეკორდი მოიხსნა 8,5 მილიონი მგზავრს მომემსახურეთ ყველა აეროპორტში. იყო ტვირთბრუნვა გაზრდილი დაახლოებით 50%-ით, 38,000 ტონაზე მეტი გადამუშავდა. პიკურ პერიოდში რეისების რაოდენობა იყო 700 სიხშირე კვირაში. ეს იყო 122 მიმართულება დაახლოებით, მრავალი 70 კომპანიაზე მეტი. გეოგრაფიული არეალი გაიზარდა, შემოვიდა კომპანიები ბრიტიში. ახალ ავიაკომპანიებზე მინდა მეკითხა, 25 მაგალითად ესეთი კომპანიები შემოვიდნენ როგორც ბრიტიში, EasyJet, Transavia და გეოგრაფიული არეალიც ქალაქები დაგვემატა ჟენევა, ციურიხი, მუმბაი, პეკინი, სერიოზული. სწორედ ეს პირდაპირ რეისების შემდეგ ზდის იმ მგზავრთნაკადს, რომელსაც ახლა ჩვენ ვახსენებთ. ლევან, შემაჯამებლად აუცილებლად მინდა გკითხოთ საჰაერო ნავიგაციის ჭრილში კვლავ საერთაშორისო თანამშრომლობა დაგეგმილი სიახლეები, რაც ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს, იმისთვის რომ ის ამბიციური გეგმები, რომელიც მგზავრთნაკადის გაზდაზე ალაპარაკი კადრებით სექტორის დაინტერესებაზე საუბარი კიდევ უფრო მეტად გავავლიო. საჰაერო ნავიგაცია სხვა უწყებაში და ასევე სხვა ამ დარგში მოქმედ ორგანიზაციებთან ერთად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, ჩვენ ვემსახურებთ საჰაერო მოძრაობას. გასული წელი ჩვენსაც რეკორდული იყო, ჩვენ მოვემსახურეთ წლის ჯამში 305,000-ზე მეტ საჰაერო ხომალდს. ამაში იგულისხმება როგორც ჩვენთან ფრენი ხომალდები და რეისები, ისევე როგორც გადამფრენი. 305,000 საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთან დაჯდა. ეს არის რეკორდული, ჩვენ არასდროს ესეთი მაჩვენებელი არ გქონია და მოვემსახურეთ უსაფრთხოდ და შეუფერხებლად, რაც მთავარია. და აი უსაფრთხოდ და შეუფერხებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად გვჭირდება, რა თქმა უნდა, პერსონალი და ტექნოლოგიები. საჰაერო ნავიგაციამ დაასრულა პრაქტიკულად საგარეჯოში ახალი რადიოლოკატორის
დამონტაჟება და ჩაეშვა სისტემაში ეს ახალი ულტრათანამედროვე ლოკატორი. გვაქვს გეგმაში რომ მეტეოსისტემები სრულად უნდა განვაახლოთ ჩვენს ყველა აეროპორტში, ჩვენ თბილისის გარდა ქუთაისის, ბათუმის მემსახურებით და ასევე ადგილობრივ აეროპორტებს. რაც თავარია ტრენინგების მიმართულებით, რახან უკვე ამ მიმართულებით ვართ ძირითადად და ელჩობის სტატუსით მაძრევს ამის საშუალებას ჰქონდა მსჯელობა ხელმძღვანელობასთან და დირექტორის გადაწყვეტილებით, გენდირექტორის გადაწყვეტილებით იგეგმება ახალი ნაკადის მიღება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეები მოვამზადოთ. ზოგადად საქაერო ნავიგაცია ძალიან დიდ ძალისხმევას ანდომებს ტრენინგების მიმართულებას, სწავლების მიმართულებას, ჩვენ სწავლებებს ძირითადად საზღვარგარეთ ვახორციელებთ. ფაქტია რომ კადრები გჭირდება ამ კუთხით, მათ შორის გადამზადება მუდმივად, ხომ გარდა ახალი კადრების. ეს არის უწყვეტი პროცესი. უწყვეტი პროცესი. ეს როგორც კი ამ სფეროში შემოდიხარ, ნახევრად პროფესიონალები არ არსებობენ. თუ გვინდა რომ უსაფრთხოდ და შეუფერხებლად იოპერიროს ავიაციამ, ეს არის უწყვეტი პროცესი. გვეყოფა სადაც არიან ნახევარ პროფესიონალები, მაგრამ ჩვენთან ვერ იქნებიან გამორიცხული. კი ბატონო, ადამიანის სიცოცხლე. წელს იგეგმება ახალი ნაკადის შერჩევა, ჩვენ ძირითადად საზღვარგარეთ ვამზადებთ ჩვენს პერსონალს და შემდეგ უკვე ჩვენთან ჩვენი ძალისხმევით გვაქვს მუდმივი პროცესი. ლევან, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო გეგმებია, ელჩობის სტატუსი კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს და ამავდროულად გაიზარდა თქვენი დატვირთვა, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, რომელსაც ისედაც არ აკლებდით ამ ნაწილს, მინდა აღვნიშნო. ჩემთვის დიდი პატივია და ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ძალიან საამაყო. წარმატებას გისურვებთ, ლევან, ჩვენ არაერთხელ გავაშუქებთ შემდგომ თქვენ აქტივობას ამ ნაწილში. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, ჩვენ დავბრუნდებით პარასკევს.